დღეს მინდა ვისაუბრო დეკლარატიული ცოდნის შესახებ და ასევე პროცედურული ცოდნის შესახებ. ამ ვიდეოში ჯერ მინდა ვისაუბრო დეკლარატიული ცოდნის შესახებ. ეს არის ესეთი ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, მაგალითად ისტორია, ხო? რომელიც წელს რა მოხდა, ვინი იყო ასე შემდეგ ესეთი ცოდნა. და მერე პროცედურული ცოდნა, ინგლისურად არის procedural knowledge. მაგალითად, აი პიანინოს დაკლა, ფეხბურთის თამაში, ცურვა, ცეკვა და ასე შემდეგ. ესეთი რაღაც სხეული რომ უნდა გამოვიყენოთ და რაღაც სიყვარულით ანუ არ დავიმასებულოთ, მაგრამ რაღაც უნდა დავიმასებულოთ ჩვენი სხეულით. ესეთი ცოდნა. და ეს პირველი და მეორე და საბოლოოდ მინდა ვისაუბრო ჩემი მოსაზრება რაღაც ურთიერთობა ეს ორი სახის ცოდნისა და ასევე ენის უცხოენის შესწავლის შორის. პირველი სახეობის ცოდნა დღევანდელი არის დეკლარატიული ცოდნა. ანუ როგორც ცეხან რომ აგიხსენებთ, დეკლარატიული ცოდნა, ინგლისურად არის declarative knowledge, არის ესეთი ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ. მაგალითად ისტორია, მაგალითად სუში კი არა, მაგრამ ესეთი ცოდნა რა. სუში არის ესეთი საჭმელი, რომელიც გეტდება ბრინჯისა და თევზისგან. ესეთი ცოდნა. და კიდევ ესეთი ცოდნა მაგალითად იაპონიაში ადრე ახლანდ დედაქალაქია ტოკიო, მაგრამ ადრე დედაქალაქი იყო კიოტო და მანამდე ნარას პრეფექტურა იყო დედაქალაქი, იაპონიის დედაქალაქი. ესეთი ცოდნა. ენების სწავლასთან დაკავშირებით მაგალითად გრამატიკული წესები რა. აი ძმნა ჭამა ხო არის. მესამე პირის ნიშანი თუ მოსდევს, მაშინ უნდა ვთქვათ ჭამს, ხო? ის ჭამს, გიორგი ჭამს, მარიამი ჭამს, მაგრამ თუ ეს პირი არის პირველი პირია, მაშინ უნდა ვთქვათ მე ვჭამ. უნდა დავმატოთ ვ, ს ახალი საჭირო, მე ვჭამ. მეორე პირი შენ თუ არის, შენ ჭამ, ხო? ვ ახალი უნდა, ს ახალი უნდა ბოლოს. ესეთი ცოდნა. ესეთი გრამატიკული წესები და ისტორია და რაღაცები ჩვენ უნდა წავიკითხოთ, უნდა შევისწავლოთ, უნდა დავიმასებულოთ. და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ნიმუში დეკლარატიული ცოდნის. და მეორე სახეობის ცოდნა არის პროცედურული ცოდნა. ინგლისურად არის procedural knowledge. მაგალითად თქვენ გასწავლთ როგორ თქვენ შეგიძლიათ ახსნათ როგორ თამაშობთ ფეხბურთს მაგალითად როგორ დაკრავთ პიანინოს, როგორ ცეკვავთ, როგორ მიხელი ხართ, ხო? სიმხარის დროს შეგიძლიათ ახსნათ როგორ რა ნაცილი უნდა გამოვიყენოთ, კუნთები როგორ უნდა გამოვიყენოთ, ასაშენ რუთულია, ხო? მაგრამ იცით. მაგრამ ძალიან რუთულია სიყვებით რომ ახსნა. პროცედურული ცოდნა არის ესეთი ცოდნა რა და ენების სწავლასთან დაკავშირებით მაგალითად თქვენ რომ ლაპარაკობთ ქართულად მშობლიურ ენა ფიქრობთ გრამატიკულად არა ხო? ხო და ესეთი ცოდნა და მაგალითად რომ მე ვლაპარაკობ ქართულად ქართულს აქვს ესეთი ბგილები რომელიც უცნობია, ანუ რომელიც არ არსებობს იაპონურ ენაში, მაგალითად კატა, ეს კ, ტ და ჭიკა, ჭ. ესეთი ბგილების წარმოთქმა შემთხვევით ძალიან რთული იყო. თავდაპირველად შევისწავლე როგორ ის დეკლარატიული ცოდნა, მაგრამ ახლა რომ ვლაპარაკობ, ამაზე ახლა ვიფიქრობ. ნავარჯიში მაქვს, ამიტომ ქართულად რომ ვლაპარაკობ, აი ქვეცნობიერად შემეძლია ვისაუბრო და თითქმის ახას სწორ დონეზე შემეძლია ესეთი ბგილების წარმოება. ხო და ესეთი არის პროცედურული ცოდნის ნიმუში და ამისთვის უნდა ვარჯიში, პრაქტიკა.
ახლა აგიხსნით მინდა ვისაუბრო აი ურთიერთობა ან კავშირი ეს ორი სახეობის ცოდნისა და ასევე ენების სწავლას შორის. ზერაერთი ენების სწავლა ცოტა განსხვავებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ორივე სახეობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. დეკლარატიული ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უნდა დავიმასწავლოთ სიტყვები და ასევე უნდა დავიმასწავლოთ, შევისწავლოთ და დავიმასწავლოთ გრამატიკული წესები, უცხოენა თუ არის, ძმნის უხრება, არსებითი სახელის ბრუნვები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს ცოდნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს გამარტულად ვისაუბროთ უცხო ენაზე. ამიტომ დეკლარატიული ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანია პროცედიური ცოდნა. პრაქტიკა. უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დავწეროთ ბევრი. ესეთი სახის ცოდნაც მნიშვნელოვანია საბოლოოდ იმისთვის, რომ დავამოხამოთ, დავითვისოთ ენები რა. ხო და თქვენ რას ფიქრობთ? ანუ ორივე ცოდნა მნიშვნელოვანი არის თუ მარტო ერთი დეკლარატიული ცოდნა თუ არ ვიცი პროცედურული ცოდნა. ჩემი აზრით იმისთვის რომ დიდი ხნის განმავლობაში დავიმასწავლოთ და კარგად სისტემატურად რომ ვილაპარაკოთ, ჩემი აზრით ორივე ცოდნა მნიშვნელოვანია. გრამატიკული შესახებით ცოდნაც მნიშვნელოვანია და ამის მიხედვით ავტომატურად კვეცინებიერად რომ ვილაპარაკოთ, ვარჯიში პრაქტიკაც მნიშვნელოვანია. ხო და ესაა ჩემი მოსაზრება. თუ თქვენ გაქვთ თქვენი რაღაც რჩევები თუ მოსაზრება, გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარებში და ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა.